სამი რამ გჭირდება ჩვენ. პირველი, ვიცოდეთ ჩვენი რა რესურსებს ფლობს ქვეყანა, ვიცოდეთ რეალურად რა მდგომარეობაში ვართ, ამ მდგომარეობის ქვეყანაში როგორ მოვიყვანოთ ეს რესურსები მოქმედებაში პროგრამა. მეცნიერთა კონგრესის ყველა პროგნოზი გამართდა. რეალურად იგნორირება გაუკეთეს ყველაზე ფასეულს, ყველაზე გამოკვეთილს, ყველაზე განსაკუთრებულს. იმას, რასაც ქვია იდეა ეროვნული თანხმობის პარლამენტის თქმის. პარტიებს უთხრეს მეცნიერებმა ცოტა ხანს გაიწიათ გვერდზე. რა შეერგვეთახმებიან პარტიები? არა, ჩვენ გვერდზე არ გავიწევთ. საქართველო დღეს არის პარტიების ბრძოლაში დაკარგული ქვეყანა. პარტიები ბრძოლობენ სკამისთვის, მეცნიერები იბრძვიან მომავლისთვის, საჭირო იყო ცოტა ხანს გაგვეჩერებიან სკამისთვის ბრძოლა, ვეფიქრა მომავალზე. მე პირდაპირ ხმოვანებელ ვამბობ. იძინა ივანიშვილმა უკადრებელი აკადრა ამ ქვეყანას. თუნდაც ასეთი პარლამენტები რომ ყავდა, ასეთი პრეზიდენტები რომ ყავდა, ასეთი პრემიერ-მინისტრები რომ ყავდა. პრაქტიკულად იძინა ივანიშვილმა ავტორიტეტები გაანადგურა ქვეყანაში. სპორტსმენები, რომელიც ხელის გულზე ხარდათ, სიძულვილის საგანი გახდნენ უკვე. იძინა ივანიშვილმა უწიგნურობა აიყვანა რაღაც წარმოუდგენელ სიმაღლეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ყველაზე რთული ის უკადრებელი რაც ხდება არის ის, რომ ასეთი ოპოზიცია რომ ყავს ქვეყანას. როგორი ისეთივეა ოპოზიცია, როგორც არის ხელისუფლება. და საქართველოში ყველაზე ცუდი ამას აქვს ის, რომ რეალურად ხალხი დაარწმუნეს, რომ ჩვენს გარდა არავინ არ არის. ანუ ის, ვინც ვართ ხელისუფლებაში და ვინც იბრძვის ხელისუფლებისთვის. იძინა ივანიშვილის სიძულვილით მიდიან სააკაშვილის სიყვარულამდე და სააკაშვილის სიძულვილით მიდიან იძინა ივანიშვილის სიყვარულამდე. ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში, ეს არის შედეგი. მაგრამ მიზეზი არის სრულიად სხვა. ჩვენ ვერ ვძვით შედეგს. მაშინ, როდესაც ბრძოლა არის საჭირო მიზეზთან. ამ ქვეყანაში სისტემაა ავადმყოფი და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო კრიმინალური კორუფციული სისტემის შეცვლა. ემიგრანტთა ყრილობა როცა ჩატარდა, ემიგრანტებმა მხარი დაუჭირეს, მეცნიერთა კონგრესს მხარი დაუჭირეს მათთვის სისტემის შეცვლის 21 პუნქტიან პროგრამას, მხარი დაუჭირეს ემიგრანტთა დაბრუნების პროგრამას, მხარი დაუჭირეს ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას. სწორედ აი ამ მიზნით ჩატარდა მაშინ ის ემიგრანტთა ყრილობა და პრემიერს გაუგზავნეს წევრი იყო 100-მდე ემიგრანტის ხელმოწერა, სადაც ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის ერთ-ერთი პუნქტი არის, რომ შეიქმნას უხუცესთა საბჭო. ეს ილია მეორის კურთხევით იყო, სწორედ აი ამ წიგნში წერია. უხუცესთა საბჭო კი შეიქმნა, მე იქედან ვადევნებდი თვალყურს ფრიდონ ინჯიას ხელმძღვანელობით, მაგრამ როგორი მართვის მექანიზმი ჩაიდო ამ უხუცესთა საბჭოში და რა უნდა იყოს მისი ფუნქცია, ეს სულ სხვა რაიმეა და ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში უხუცესთა საბჭო იქმნებოდა სულ სხვა მისიით. ჯუმბერ კოპალიანი ედგა სათავეში ამ საქმეს და მიდიოდა დასახელება ხალხის მიერ, ვინ უნდა შესულიყო და იყო ჩამოყალიბებული კრიტერიუმები. ჩვენ ხედავთ ერთ რამეს, კარგია რომ მეცნიერების ნაზრები წაიღონ, მაგრამ წაიღონ სწორად, გააკეთონ სწორად. ანუ იმათ მოიყვანეს ის, ვინც აწყობთ, ანუ ხელისუფლებას ვინც ტაჩს დაუკრავს. მე ხელისუფლების ტაჩის მკრელი ყველაზე დიდი მტერია დღეს ამ ქვეყნის. აი რომ წავიდეს ის პოლიტიკა, რასაც მეცნიერები ამბობენ, ძალიან ბევრი რომლებიც დღეს ერთმანეთს ჩვენ მტრობთ, შეიძლება რომ სასიკეთოდ შევეკრათ ერთმანეთს. აი ამას ნიშნავს შესაძლებლობათა შეკრება მომავლის საქართველოსთვის. ამ ბოლო პერიოდში ერთმა ცნობილმა მსახიობმა დაწერა, პოლიტიკოსების ქება იმისთვის, რომ მათ ბიუჯეტის ფულით გააშენეს საავტოფუები, ავტოსტრადები და სარკინიგზო ხაზები, იგივეა რაც ბანკომატის შეკება თავისივე ფულის მოწოდებისთვის. ამაზე გენიალურად მოკლედ ვერ ითქვა, რომ შენი ფული გაქვს ბანკომატში, გამოიტანეთ და ბანკომატს რო უთხრა, რომ დიდი მადლობა ბანკომატო. ჩვენ ყველამ შევიტანეთ თქვენ საქართველოს ბიუჯეტში და ისინი ხარჯავენ არასწორად. არის გარე ძალადობა
პატარა სახელმწიფოებზე, რომელიც შენ გაგზნობდეს, რომ შენ თქვენ ვერ და შენ სახელმწიფო შენ თქვენ ვერ ნახავ. ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ქვეყანა ბიუროკრატიული ქვეყანა. ჩვენ ახლა გვისმენენ მერიებში, სამისოებში, საკრებულოებში ასეულობით 1000 მოხელე. რომლებიც იყო ნოვის შევარდნაძის დროსაც, მიშა დროსაც, ეხლა და კიდევ დიდხანს იქნებით და კვდებიან სიცილით. ისინი რეალური მაფიოზები, რომლებიც იცვლიან მინისტრებს, რაც გები როგორ უნდა ფულიც აკეთონ, თუ პროექტი მინისტრი შეუქმნა იმას შეიძლება ხელის მოაწერა, ციხეში ჩასვენა თვითონ ფული გაკეთოს. ანუ შედარება მიდის ხალხზე. ასეულობით 1000 ყვარყვარა, რომელსაც ჩვენი პრობლემები არ აწუხებს და აი ჩავთვალოთ, რომ ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში. იმათთან თუ არ ვიმუშავებთ, აბა ვისთან უნდა ვიმუშავოთ? შევცვალეთ. სინამდვილეში ქვედა სართულებზე ნაცების, ქოცებს ვინ არ ვერ გაიგებს. აი ამ ორი ამის ამას მოერევა მართვის სისტემის შეცვლა. აი, არ არის მარტივი საქმე. პრობლემა ისევ ერშია და არა პიროვნებაში. სანამ სისტემა მომცემს იმის უფლებას, რომ ვაკეთო ის, რაც არ არის მიღებული და ვიძალადო თუნდაც უმცირესობაზე და მე კარგად ვიყო, იქამდე მე ადამიანის ბუნება რომ მიუშვებ აკეთებს. მე ახლა ყველაზე უფრო მე რაც მაწუხებს და არა მარტო მე რა ახლა თემის დიხამინჯი. რასაც ახლა უყურებ, ეს არის კატასტროფაზე უარესი, ასე ვთქვათ, რუსეთის ჩრდილოეთ პირდაპირ ჩრდილოეთ ოსეთის და სამხრეთ ოსეთიანის ჯერ გაერთიანებას, შემდგომ ამ თავისი ანექსიის და ოკუპაცია და ანექსიის, ასე ვთქვათ, გაერთიანებას ძალიან ესეთ კატასტროფულ ხასიათს იღებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უპირველეს ყოვლისა, რომ ის გამოწვევა, რაც უმოკლეს ხანში განცხადდება ეს რუსეთის, ასე ვთქვათ, ანექსია, ოკუპაციის აქტი, ამისთვის ქვეყანა რისთვის არის მოზადებული, ერი და ბერი რაზე დგას, რას ეკუთვნება, რა რესურსები გააჩნია, რა პოზიციები აქვს, როგორც ასეთი და თანხმობა, სხვა არაფერი არ არის, თუ არ არის მაღალ სულიერ სტრატეგიულ ფასეულობებზე შეთანხმება და ამბიციების აღება. ბატონ თემის ისე მინდა გითხრა, რომ კეთილხმები თავარ მიმართულებაში, მაგრამ აქამდე ხო არ უნდა მისულიყავით რა. ეს არის იმ ადამიანების შეცდომა და იმ პოლიტიკური პარტიების შეცდომა, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ აცადეთ ბიზნეს, მან იცის როგორ გამოაწესოს. რეკომენდაციებიც კი გაწოლები. ამიტომ ეს იყო შეცდომა. ანუ ბატონ თემის, თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ცოტა ხანში სამაჩაბლოს ანექსია გაცხადდება რუსეთის. სამოჩაბლოს საკითხი რა თქმა უნდა იქნება უმაღლეს ზონაზე ინტეგრირებული. ამიტომ აფხაზეთშიც ადრე თუ გვიან ეს დადგება. როდესაც რამდენიმე წლის წინ აფხაზეთთან მქონდა პირდაპირ შეხვედრა და აგიდას არ ვიყავით 4 აფხაზი და 3 ქართველი დეტალებში არ შევდივარ. აფხაზებმა პირდაპირ გითხრეს 5 კანონი ჩამოთვალეს, თქვენს ჩვენ არც ვილაპარაკებთ იმ სახელმწიფოსთან, დამოუკიდებელი თუ ვიყოთ, რომ ბაგიაროთ, თქვენთან არ ვილაპარაკებთ იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც მიწებს ყიდიან, ამას ანუ ჩვენ 5 ეკლესიის მიმართ ასეთი კანონები გაქვთ მიღებული და თქვენს ბევრი რამ რომ აი ლიბერალური ღირებულებები რომ გიწერიათ განათლების კანონში და ბევრი რამ ჩამოთვალეთ. ჯერ ეს კანონები გააუქმეთ, ეს კანონები კი არ გააუქმეთ. ეს კანონები გააღრმავეს და ვიმტკიცებენ იმას, რომ თუმე აი არავები ვაშენებენ აქ რა. ეს ინვესტიცია და არა ინვესტიცია და რამე. აი იგივე თქვენ მე მინდა გითხრათ, რომ ანალოგიურ ქალაქს ამერიკაში აშენებენ არავებმა დაიწყეს. არ მეცა გუბერნატორმაც კი და დებართვა, გააჩერა. ის 1200 პაკეტი რო მიდიოდა, ანუ არ აცხადებს თქვენ ხელისუფლება, რომ ვინ არის 1200 კაცი, რომ პაკეტები რო აღმოჩნდა, გვარები რო აწერია და ეგზავნებდა ყოველდღიურად 5, 6, 10, 20,000 დოლარი, აი ის ჟურნალისტები და ის ექსპერტები გამოდიან და უწონებენ ამას ხელისუფლებას. ორი მთავარი საკითხი უნდა იყოს რა. პირველი აი ეს მომენტი, რაც გითხარით, რეფერენდუმის მომენტი და მეორე ლუსტრაციის რა. ამის გარეშე ეს ქვეყანა ვერასოდეს ვერ შედგება და ქვეყანაში ყველა ხვდება, რომ ასე გაგრძელება უბრალოდ არ შეიძლება. ყველას, ვისაც კი პატრიოტული გრძნობა აქვს, შინაგან ისტორიის სწორ მხარეს უნდა დადგეს. სწორად დავსახოთ ჩვენი სტრატეგია, საით მივდივართ, რა გვინდა, როგორი ქვეყანა გვინდა. ადამიანები გადასული არიან თვით გადარჩენაზე. ხალხს ნიჰილიზმი დაეუფლა. ამ ნიჰილიზმით ისარგებლა არაკეთილ სინდისიერმა ფეოდალმა მილიონერმა ჩინოვნიკებმა.
უბრალოდ ხალხი დაამშიეს და დააუძვრეს ადვილად. მიზან დასა- იმანიშვილმა ფუნდები გააბატონა და აი აგერ ის ვინც იყო აფხაზეთთან ურთიერთობა თურმე იმ კაცით ხდებოდა ეს რაგვარი იყო ეს გუნდი ვიღაც რომ მოკლეს რა თურმე იმის მიხედვით მიდიოდა როდის ველაპარაკოთ რა აფხაზეთს ველაპარაკოთ რა ოსებს ხალხო პირდაპირ ყველა მიცის რომ ეს ხელისუფლება არის სხვა ქვეყნის ინტერესების მატარებელი, სადაც პუტინი ეტყვის ბიზნეს იმას აკეთებს. ჩვენი საზოგადოება აბსოლუტურად დარწმუნებულია რომ დიდარი რო იყო, კარგად რომ იყო, უნდა იყო ხელისუფლებაში. აი ეს ინერცია დასაძლევი. და ჩვენ ამ ხალხს ვინც იმედით ვიყურებს, უნდა აუხსნათ და უნდა უთხრათ როგორ დავძლიოთ ეს. როგორმე უნდა დაკანონდეს რომ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსული გარკვეული პერიოდით იქნება და მე არავითარ შემთხვევაში ისიც არ დარჩება. თავარი არის ამ ქვეყანაში ხალხმა გაიგოს რა არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. ყველაზე მთავარი დღეს ჩვენ რაც ხალხს უნდა გავაგებინოთ არის ის რომ ეროვნული თანხმობის ხელისუფლება გვერდზეწევს პარტიებს მოყავს პროფესიონალები ამ ქვეყნის გადარჩენა არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. სხვა ყველაფერი არის ანტიკართული. ვინც გაიმარჯვებს რევანშიზმი იქნება. ეს ყველაფერი კარგია და კარგი ფორმულა, მეტი უკეთესი ფორმულა რა შეიძლება იყოს ვიდრე ეროვნული თანხმობის დოქტრინა, სადაც გაფრთხილი არის აბსოლუტურად ყველაფერი სამშობლო ენა მამულის აწმუნება და ჩვენი ხვანდელი დღე. აი არის თავარი რომ ხმარ გახადებისა უდაბურსა შინაგან როგორ და რანაირად მიაწოდოთ. რაც ყველაზე მთავარია. ხალხი აღარ არის საქართველოში. ნახეთ, ეს იგი ძირითადი მასა არის გასული ემიგრაციაში და ისინი უკვე გადარჩენაზე და ჩამოსვლაზე დამკვირვებაზე ფიქრობენ უბრალოდ. დარჩენილი ახალგაზრდობა უდიდმამული გაზელი შვილები და როგორი ახალგაზრდები არიან კი ხედავდა 400,000 ნამდვილად არის ეს დამკვირვებელი ადამიანი, რომელიც ეს არის არავითარ ხარ რომ ადამიანს ხელისუფლების ხელწამოსაკრავი, მაგრამ ასე ათვისა რომ ზონა მაშინ გამოიყენებს ხოლმე მაგ ადამიანს. დღეს როცა ოსეთია საუბარი, რომ ოსეთის შეერთებაზე და მაშინ იყო საუბრები იმ ჩილკავკასიელებთან, რომ საქართველოს არის ოსეთი არის ქართლის სამხრეთ ოსეთია საუბარი. არის საქართველოს თემა კავკასიანის სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს და არასწორად იქცევიან ოსები ჩვენთან მიმართებაში. იგივე სადღაცა ჩვენ არავინ დაგვინახა, აი იგივე ევროპაში კი დაგვინახეს, რომ შეიძლება რაღაცა გამოიყენეს საფრანგეთში. ყველაზე მთავარი არის და მე მგონი აი ახლა თქვენ რასაც ზანებთ ადამიანები მიიტანო ხამთა პოლიტიკურ პარტიების გარიყვა ესეც ვერ არის. ჩვენ ზოგადად მეცნიერებაზე უნდა ვისაუბროთ, მეცნიერება უნდა მართო ქვეყანა. მოაზროვნე ადამიანი უნდა მართო. ხო, ჩვენი ამოცანა მოქმედება. მე უფრო მოქმედებაზე უფრო ჩემი ფიქრი, იმიტომ რომ დანარჩენი აქ საკმარისად იბადება საღი აზრი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, არსებობს უკვე დადებული დებულებაც ამის ირგვლივ. შემსრულებელი ადამიანებიც საბედნიეროდ არიან. რჩება მხოლოდ მოქმედება და ამ მოქმედებაში უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანი პასუხისმგებელი. ჩვენ ვქნით აი ასეთ სახელმწიფოს, რომელსაც ასე აწერია გზა ცივილიზების არის ჩვენი პროგრამა არის გზა ცივილიზებული სახელმწიფოს. მე ხალხმაც მინდა კარგად გააცნობიეროს. რაშიც ჩარი ჩვენი სიძლიერე ჩვენ წესიერებაში. ჩვენ იგივე გვაქვს ყოლებს დღეს, ჩვენივე წესიერება. მე პოლიტიკაში არისტოტელეს გაგებით ვარ. არისტოტელეს გაგებით პოლიტიკა არის უმაღლესი მეცნიერება, რომლის მიზანია ადამიანები ერთმანეთთან ათანამშრომლოს, რომ უკეთესი მიიღოს ყველასთვის ერთად და ცალ-ცალკე. ეს არის პოლიტიკა. ხელისუფლების მოპოვება და შენარჩუნება ამის მხოლოდ ნაწილია. ეს ქვეყანა როგორ იმართება, ეს ჩვენ არ მოგწონს. და ჩვენ ვიცით რომ ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ და შეიძლება ქვეყანაც დავკარგოთ. ესე იგი რაღაცა უნდა შევიცვალოთ. აი ჩვენ მეცნიერთა კონგრესი ვამბობთ რომ რადიკალური სისტემური ცვლილებებია საჭირო მართვაში. და როგორ უნდა განვახორციელოთ და რას უნდა მივაღწიოთ, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ეს ჩამოყალიბებული გვაქვს. ჩვენ გვაქვს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ჩამოყალიბებული, ჩვენ გვაქვს 21 პუნქტიანი პროგრამა, როგორ უნდა გავიყვანოთ ქვეყანა მოწინავე პოზიციებზე, ჩვენ გვაქვს დაწერილი წიგნად, სხვათა შორის მოგართმევთ,
გზა ცივილიზებული ქვეყნისაკენ, სახელმწიფოსაკენ და გვაქვს რამოდენიმე ათეული ბიზნეს პროექტები, რომელიც ქვეყანას მის ეკონომიურ მხარეს სწრაფად წაწევს წინ. ჩამოყალიბებული ისა გვაქვს სისტემა და გვაქვს ის ალგორითმები, თუ რითი და როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. როგორი უნდა იყოს ლიდერი, პირველი ლიდერი ქვეყნის და ჩამოაყალიბე 10 ამას დავარქვათ 10 კრიტერიუმი, რაც უნდა აკმაყოფილებდეს. და ჩვენ განვიხილეთ ყველა ცნობილი პოლიტიკოსი და აღმოჩნდა, რომ საქართველოში ამ ცნობილი პოლიტიკოსებიდან სულ რაღაც 1 და 2 იყო, რომელიც აკმაყოფილებდა 3 მოთხოვნას. 7 არა, უმრავლესობა არცეც არ აკმაყოფილებს. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ 10 მოთხოვნიდან ერთს თუ არ აკმაყოფილებს, ის არ შეიძლება იყოს ლიდერი. ობახიძე არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ბიძინაძე ხო ლაპარაკი არა, ეს არის რაღაც გაურკვევლობა. ახლა ვერაცა ეთქვის, აი დასავლეთში რა თქმა უნდა არის. და იქ მთავარი მომენტი არის ის, რომ ჯერ ერთი დემოკრატია მუშაობს და მეორე, რომ იქ პოლიტიკაში 1 და 2 და 5 წლის წინ შემოსულ კაცს არანაირი შანსი არ აქვს წინ წავიდეს. იქ მინიმუმ 20 წელიწადი ის უნდა მუშაობდეს, უნდა მოღვაწეობდეს და საზოგადოება უნდა უყურებდეს. აი რატომ მოხდა, რომ ისრაელმა მიაღწია, აი ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პრემიერ-მინისტრს ისრაელისას, რომელიც არ იყო ასეთნაირად განწყობილი და ყოველი მათგანი შვილები, ყველას შვილები ომში ომობდნენ, ყველაზე რთულ პოზიციაზე მიდიოდნენ და ასე შემდეგ. არც ერთი ჩვენი პარლამენტის და ხელისუფლების წარმომადგენლების შვილები ქართულ ჯარში არ მსახურობენ, ქართულ უნივერსიტეტებში არ სწავლობენ და ევროპა არ გვინდა და დასავლეთი არ გვინდა და ყველა მათი შვილები იქ სწავლობენ და იქ ბინებს ყიდულობენ და ვილებს ყიდულებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის ამისთანა პოლიტიკური კლანების მოშორება. მე ასეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ აი ყველა პოლიტიკური მოძრაობა და მისი ლიდერი, რომელიც ახლა არის ქართულ პოლიტიკაში, ყველა ცდილობს ამათ ჩანაცვლებას და იმ სისტემის დატოვებას, რომ თვითონ ისარგებლონ ამით. ქართველი ერის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება არის მსხვერპლშეწირ უნარიანობა, თავის შეწირვის უნარი იდეისთვის და მოძმისთვის. ეს ვეფხისტყაოსნიდან და სახარებიდან მომავალი თესვები. ამაზე დაფუძნებული ვარ და ჩემი, ესე იგი, როგორც არ უნდა იყოს ქართველი ერი, მე ჩემს არსებობის მიზნად ხედავ, რომ მას ვემსახურებ. როგორიც არ უნდა იყოს. ამავე დროს ძალიან ოპტიმისტი ვარ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ჩემი ერი არის სახარებაზე და ვეფხისტყაოსანზე დაფუძნებული კულტურა. ჯერ იდეა უნდა მოდიოდეს და მერე ადამიანი. მაინც ადამიანის ირგვლივ თუ დაწერილი ჩამოყალიბებული პროგრამის და იდეის ირგვლივ. ამ პოლიტიკურ მეცნიერებაში და ფილოსოფიაში ორი ძირითადი ბანაკია. ერთი ამბობს, რომ ლიდერები ცვლიან დროს მოყავთ საქმეს, ანუ ქვეყანას და ისტორიას და მეორე ამბობს, რომ დრო მიდის და ლიდერები უბრალოდ აღზევდებიან, ამოტივტივდებიან ამ სიტუაციის შესაბამისად. და არის მესამე მხარე, რომელიც ფიქრობს, რომ ლიდერებს გარკვეული გავლენა შეუძლიათ იქონიონ ისტორიის მიმართულებაზე. ხელისუფლება, როცა სხვა ქვეყნის ხელისუფლებასთან მორიგებაზე მიდის, იქ ყოველთვის საკუთარ ინტერესებს დებს. ყველა ლიდერი ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ მისი მოცემულობით, რა კარტები ქონდა და რა ქვეყანაში იყო ის. ახლა პოლიტიკა ძალიან ძნელი მეცნიერება, აი არისტოტელეს გაგებით. ანუ ეს თუ ხელისუფლებისთვის ბრძოლა ისიც ძნელია, იმიტომ რომ სისხლიანი და რაღაცნაირია. აი მაკიაველისტური, ოც მაკიაველი უფრო კარგი მიზნები წერდა, თუმცა ეს მაკიაველისტური ამბავი ძალიან ძნელია. თუმცა ბევრად უფრო ძნელია და იმიტომ არის ცოტა მაკიაველისტური პოლიტიკოსი არის ქვეყანა. სავსეა პოლიტიკოსების დიდი უმრავლესობა არის მაკიაველისტური, დიდი უმრავლესობა და
ისტორიაში იყო და იყო, ანუ ეხლა კიდევ უფრო განათლებული ეპოქა. არისტოტელესთანა პოლიტიკოსები, მაგალითად როგორც იყო სოლონი, რომელმაც ათენში ისეთი რეფორმები ჩაატარა 2500 წელია და იმის სახელი ვიცი და ძალიან საფრთხემულო, რომელმაც ანუ ქვეყნისთვის და ხალხისთვის ისეთი რამე გააკეთა და თვითონ მერე წავიდა და გაეცალა, ხო? ასეთი ხალხი არის ძალიან ცოტა. პოლიტიკა, აი ეს პოლიტიკაში შევაპარაკოთ, არის უნარი, რომ ქაოსიდან და არეულობიდან და გათითო-კაცებიდან თანამშრომლობა და ჰარმონია შექმნა. მე ვფიქრობ, რომ მწიფდება გარემოებები, როდესაც საქართველოს გაეხსნება შესაძლებლობების ფანჯარა. ანუ ჩვენი ისტორიული მტერი და ჩვენ ტირანი სუსტდება ახლა ძალიან და ჩვენ ეს გაგვეხსნება და ჩვენ ამას მზაობაში უნდა დავხვდეთ. გუნდი ვართ ერთი ხალხი, ერთი საქართველო, ერთი ხალხი, ერთი საქართველო. გუნდი როგორ კამპანია ავიტაცეთ, დიდებული. კამპანია ავიტაცეთ სხვა ადამიანმა და ჩვენ იქაურ კამპანიის ფარგლებში ადამიანებმა შეუქმნით ძალიან მაგარი პროგრამა, რომელსაც ქვია თავისუფლება, ადამიანობა, აღორძინება. ყველა საჭირო. ის პროცესი, რომელიც დაიწყო 1921 წელს 18-21 წლებში და შემდეგ გაგრძელდა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელისმოწერით, ჯერ კიდევ პროცესია, ამ პროცესს ქვია დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობა და ნამდვილად რთულ გზას გავდივართ ამ პროცესში და ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საერთო ძალისხმევის გარეშე, თითოეული ადამიანის მონაწილეობის გარეშე ჩვენ აი ამ ისტორიულ მისიას ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანის ვერ შევასრულებთ. ოკუპაცია ანექსიასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ ოსეთის და სამხრეთ ოსეთის ჯერ გაერთიანება, შემდგომ რუსულ ტერიტორიულ ერთეულში მისი ინტეგრაცია. რა ბერკეტები უნდა ავამოქმედოთ იმისთვის, რომ გადარჩეთ აი ამ ცუნამისგან, აი ამ წარღვნისაგან და აი სასიკვდილო ჭაობში, სადაც ჩვენ აღმოჩნდით. ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ძლიერ სახელმწიფო ყოფნა, რამხელა დისკომფორტი არის ჩვენი ჩრდილოური მეზობლისთვის. ჩვენი მთავარი დამოუკიდებელ სახელმწიფო ყოფნის მთავარი წინაპირობა არის ამ ქვეყანაში ეროვნული კონსენსუსის არსებობა. ის რომ ეს ეროვნული კონსენსუსი არის მორყეული და ქართველები ვეღარ ვახერხებთ, რომ ყველაზე ძირითად და ელემენტარულ რაღაცებზე შევთანხმდეთ, ეს რასაკვირველია არ არის შემთხვევეთი და ჩვენი მტრების გეგმაზომიერი და ინტენსიური შედეგია. ერთი რამ, რომ გეოპოლიტიკის მიუხედავად და გლობალური პროცესების მიუხედავად არსებობს ის ყველაზე ძირითადი საკითხები, რომელთა ჩვენი მხრიდან მოგვარების გარეშეც ეს ქვეყანა ვერ წავა წინ. და მუდმივად ხდება მითითება იმაზე, რომ აი ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, აი როგორც დიდი ბიჭები გადაწყვეტენ, ისე იქნება ყველაფერი. ეს არის დამარცხებულის მენტალიტეტი. მე მგონია, რომ ჩვენ ვართ შეთანხმებული იმაზე, რა გვინდა, ჩვენ გვინდა იმ თანამეგობრობის ნაწილად ყოფნა, სადაც არის ყველაზე მეტი განვითარება, ყველაზე მეტი კეთილდღეობა. დღეს საქართველოს ყველაზე სწრაფი განვითარების და უსაფრთხოების მიღების ყველაზე სწრაფი შესაძლებლობა არის სწორედ ევროკავშირში. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის ცუდი და ვერ გვეუბნება ამის საპირწონედ რა უნდა იყოს ის გეზი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უნდა ედგეს, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. იმ ახალ ეგრეთ წოდებულ პარტნიორებთან ურთიერთობას არ მოყვა არანაირი ხელშესახების შედეგი. ჩვენ გვჭირდება ახალი ურთიერთობები, რა თქმა უნდა. ჩინეთი არის მზარდი მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი სუპერძალა, რომელთანაც ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაღრმავება და ურთიერთობების გაძლიერება. მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენი 30 წლიანი ურთიერთობების დაზიანების ხარჯზე. და როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ აი ჩვენ ჩინეთთან ჩვენმა ურთიერთობებმა რაღაც ახალ მწვერვალებს მიაღწია, ჩვენ მაინც ვერ ვხედავთ იმ მასშტაბის ეკონომიკურ, სავაჭრო და ფინანსურ ურთიერთობებს, რომელიც ამ ქვეყანაში გვათქმევინებდა იმას, რომ აი ჩვენ ყავს ახალი სტრატეგიული პარტნიორი და აი ეს არის შედეგი ჩვენი მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის, როგორც თვითონ ამას უწოდებენ. რეალურად ჩვენ ვართ უფრო იზოლირებული, უფრო
მოწყვეტილი საერთაშორისო საზოგადოებას, ვიდრე ოდესმე. და ეს არის ის რეალობა, რომელშიც შეგვიყვანა ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო თანამეგობრობიდან მოწყვეტით, პარტნიორებთან გაუარესებული ურთიერთობით, შიგნით არსებული პოლიტიკური არასტაბილურობით სარგებლობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი. კავკასიაში დღეს მიდის პროცესი დიდი რეგიონული თანამშრომლობის და საქართველო სამწუხაროდ არის ამის მიღმაც. სომხეთ-აზერბაიჯანმა მოახერხა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით უშუალოდ შექმნილიყო და დაიწყოთ მუშაობა ამ ეგრეთ წოდებულ ტრიპის დერეფანზე, იგივე ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც ეკონომიკური და სავაჭრო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი როლი არის, მაგრამ ამავდროულად არის ერთგვარი ალტერნატივა ჩვენი სატრანზიტო ფუნქციისა. და ხომ ისმის კითხვა, ჩვენ რა გავაკეთეთ სატრანზიტო კუთხით ბოლო 14 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის წლების განმავლობაში. რიგზე არის დაჩაჩანაკებული და თვითონვე აღიარეს, რომ ჯართად ხდებოდა დაჭრა და ჩაბარება. 14 წელია ვერ მოახერხეს აი ამ ცენტრალური მაგისტრალური ავტობანის დასრულება. ანაკლიის პორტიც კი, რომელიც 2020 წელს უნდა აშენებულიყო, დღეს გამოგვიცხადეს, რომ თურმე სახელმწიფო ააშენებს ანაკლიის პორტს. სახელმწიფომ რა უნდა როგორ უნდა ააშენოს ანაკლიის პორტი, როცა ქართულმა ოცნებამ ელემენტარულად ვარკეთილის მეტროს პროექტი ვერ ააშენეს. ეხლა ხედავენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება და ნორმალიზება არის მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ხედავენ, რომ ამ გზაზე ანაკლიის პორტის ახლა ჩინელებისთვის ან რუსებისთვის ან ნებისმიერი სხვა ჯგუფისთვის მიცემა იქნება ახმული ერთგვარ ძალიან სერიოზულ სიგნალად ტრამპის ადმინისტრაციის მისამართით. რა ერთიანი სტრატეგიით და ტაქტიკით უნდა გამოვიდეთ, თუნდაც ამ საკითხში. ის იმ პოლიტიკას, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებდა, სამწუხაროდ შედეგი არ გამოუღია, იმიტომ რომ აქაც გვაქვს მარცხი, როცა ამბობენ, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, როცა რაღაც ტიპის ურთიერთობები. არა, ამათან გასაგებია ყველა. ის რას ვიღებთ, თუნდაც აი 9 მაისის შეთანხმებისგან გამომდინარე, რომელიც რუსეთმა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ეს არის სამაჩაბლოს პირდაპირ უკვე სრულად შთანთქმის და სრულად განსაზღვრების და საკუთარ შემადგენლობაში შეწყვეტის კუთხით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ამ ვითარებაში რუსეთს არანაირი წინაპირობა არ ჭირდება, რომ ესეთი რაღაც გააკეთოს. ეს ამ მტაცებლური ინსტინქტის შეკავება მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი არის, თუ ჩვენი ქვეყანა იქნება ორფეხზე, იქნება ძლიერად, იქნება ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობაში. ჩვენ ბოლო წლებში ძალიან რთული გზა გამოვიარეთ და დავუშვით ბოლო შეცდომები. ამიტომ სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ქართული ოცნებისგან ამ ქვეყნის გათავისუფლება. თავარი დღეს რაც აბკოლებს ქართული ოცნების ცვლილებას, ეს არის ალტერნატივის არარსება. ჩვენ გვჭირდება ალტერნატივა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ალტერნატივა. ჩვენ გვჭირდება ისეთი ძალა, რომელსაც ხალხი ქართული ოცნების საპირწონედ აღიქვავს, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლების ხელში ამღებს და შემდეგ ამ ქვეყნის რაღაც განვითარების გზაზე დამბრუნებას. არის მთავარი შეკითხვა. რა უნდა გავაკეთოთ და უნდა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი, რაციონალური, პრაგმატული, კვალიფიციური, პატიოსანი და კარგი ხედვის მქონე ალტერნატივა და ალტერნატივა ვერ ჩამოყალიბდება პოლიტიკაში ახალი ძალების გაძლიერების გარეშე. და როდესაც შეიქმნება ასეთი ალტერნატივა, მე ეს ნდობის კრიზისიც იქნება დაძლეული. ასე ყოფნა, როგორც დღეს ქართული ოპოზიციური პარტიები არიან, ეს არის დაუშვებელი. ამ ოპოზიციის შესრულებები იმაში მდგომარეობდა, რომ კოალიციური მთავრობის ეს ფაქტიურად ჩაკლეს, რა. მნიშვნელოვანი არის ამ თემებზე უფრო მეტი საუბარი, მნიშვნელოვანი არის მსჯელობა. გვალი მაგეთ ეს ჩატარდეს და
დააყრდნობა იმაში, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადალახვა არავის არ ეპატიება. ამ ქვეყანაში ხშირად ვიმეორებ, ვერასოდეს ვერ დამკვიდრდება ლეგიტიმურად, რა თქმა უნდა, თორე ძალადობრივად შეიძლება რაღაც პერიოდი დამკვიდრდეს. თუ არ იქნა სამი ფაქტორი რა, ეს უნივერსალურ ქრისტიანულ მორალზე დაყრდნობილი მომენტი, მეორე მარადიულ ტრადიციულ ღირსებაზე, მარადიულზე და არა წარმავალზე და მოჩვენებებზე და თავსმოხვეულზე და მესამე ის გარე პროცესის აქტები, რასაც საერთაშორისო ნორმები, რასაც ჩვენ შევუერთდით, როგორც რასაც ქვია, აი მას ეს სამი მხარე თუ არ არის ჰარმონიზირებული და საქართველოს განიევება მიწაწლეს არალეგიტიმურად განიევება ტერიტორიების მიყიდვა არაბიზაციაზე და სხვა ამდაგვარ ასე ვთქვათ წარმონაქმნებზე არა მარტო იურიდიული დანაშაული, არამედ დანაშაულია ღვთისა და ღვთისმშობლის წინაშე, რამე თუ წილხვედრი არის მისი მისტიური მორალის წინაშე ვალდებულება უნდა გაიზიაროს ქვეყანა და განსაკუთრებით ეკლესიურმა მოღვაწეებმა. ამიტომ ერი და ბერი აქ უნდა გაერთიანდეს, ერთი ცივილური პოზიცია უნდა დაიკავოს, რომლის მიხედვითაც უკვე მერე ჩვენ ამ წითელ ხაზსაც გავალებთ და ერთმანეთთან მისასვლელსაც დავიტოვეთ. ძირითადი მიზეზი ამ ხელა კარიერის დათმობისა გახდა ის, რომ ჩვენს ქვეყანას ასე მოიქცა რუსეთი. აგრესიული პოლიტიკა და ახალმოვიდობრივი გაგრძელება ამის გამო. ამერიკაში გამგზავრება. რატომ გადაწყვეტეთ მაინც და მაინც ამერიკა? თავისუფლება კარგი. ეს ჩავედი რამდენი ვიზით ჩავედი, მე მიპატიჟეს და მე მომეწონა დავში. თქვენ როგორც ემიგრაციული გზა გამოვიდი ადამიანი, როგორ შეაფასებდით, რა თქმა უნდა, იქნებოდა სირთულეები ამ გზაზე, ხო? აი ამ გადმოსახედიდან როგორ გაიხსენებდით იმ რთულ პერიოდს? მე დადებითი პიროვნება ყველაფერს უყურებ დადებითად. რა თქმა უნდა, კიდევ რაღაცას მოხდა, მაგრამ იმას მე იმაზე ვარ მოვაკლებული, ჩემი თავი აღმოაჩინე ამ პერიოდში ამერიკაში ხატვაში. აი რას აძლევს ამერიკა ადამიანს თუ კი ის მოხდება იმ წიაღში და თუ კი მას აქვს ნიჭი, არის ეს რეალობა თუ მითი, რომ იქ ვინც უფრო მეტი დასაქმე აქვს ვიდრე ჩვენთან. ეს ინდივიდუალურია ყველაფერი, ყველა პედისერაზის არის, შეიძლება ცხოვრება იშრომოდა აღარ ქონდეს შედეგი. თუმცა ვერ ნახო ის შეიძლება ეს კიდევ პედისერაზია და ყველაფერი დამოკიდებულია ხმერთვითონ გენეტიკაზეც. ვარშავაში აღსდა სასმითი მიშრომება აქვს. თქვენ როგორ თქვით ასაკში მყოფი ადამიანი ამერიკაში უფრო დაცულია ბევრად, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის გადამწყვეტი. დაცულიც არის და რა თქმა უნდა დიდი შერავათი და ახალგაზრდაც. ის ინახავს პენსიის ფულს რაღაცა. ჩვენ ეს არ ვიცოდით. მაინც ადამჯობინებდით ცხოვრებას. მე ამდენი წელი ვცხოვრე ამერიკაში, ჩემს სიკვდილზეც მოახდინა დიდი გავლენა, იმიტომ დიდი გამოცდილება ენა კულტურა შევიძინე, ამიტომ მივწერე ნახევრად ქართველი, ნახევრად ამერიკელი მხატვარი. ფსიქოლოგია ცნობილი იქნება, რა თქმა უნდა, ჩემი ფესტივალი საქართველოს მეცნიერები პარტია ჩემთვის ყველაზე მთავარი. რა თქმა უნდა, ის მასშტაბები, რომელიც ჩვენთან მოსყავებს ამერიკას და ჩვენ, არც გვექნება ისეთი პრეტენზიები, მაგრამ ის მთავარი ღირებულება, რასაც ქვია ადამიანი და ურთიერთობა, მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ბევრი ქართველისა, ჩვენს ქვეყანას და ქართველებს მაინც შენარჩუნებული გვაქვს და ალბათ ეს არის ის ხიბლი, რასაც ეძლევა ქართველი ადამიანი, სადაც არ ცხოვრობს ის. ის ახლა და სხვა პატრიოტია. მე ესე ჩამოვიდა საქართველოში, აპობინო ჩემი ენერგია, ცხოვრების აქვს ენერგიის საწეცავი. წელიწადში ხელი ჩამოვიდა აუცილებლად.